გამარჯობა პასტორ დიმიტრი, თუ შეიძლება აღვიხსნათ რა არის ლოცვა და როგორ უნდა ვილოცოთ სწორად? კი ბატონო. ლოცვა პირველ რიგში არის საუბარი ღმერთთან, ურთიერთობა ღმერთთან. ჩვენი ურთიერთობა მამასთან, ძესთან და სულწმინდასთან არის ლოცვით. ლოცვის დროს აუცილებლად უნდა ისმენდეს ღმერთი, ანუ ღმერთის სულის თანდასწრება უნდა იყოს შენზე. ღმერთი უნდა ისმენდეს შენს ლოცვას. პავლე მოციქული ერთ ადგილზე ამბობს, სამჯერ შევევედრეო უფალს, მაგრამ პასუხი მიიღო. შეიძლება ლოცვის დროს პირველ სათხოვარზე არ იყოს პასუხი, მეორე სათხოვარზე არ იყოს პასუხი, სამჯერ ითხოვოს ადამიანმა და შემდეგ იყოს პასუხი. ანუ თუ ადამიანი ლოცულობს და ჯერ პასუხები არ მეუღია, შესაძლებელია ადამიანმა გააგრძელოს ლოცვა. არის მომენტი, როცა იესო ნავესზე სთხოვს ღმერთს, ლოცულობს ღმერთის წინაშე, რომ მას ჭირდება მზე გაჩერდეს და არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ არის მტერი მის წინააღმდეგ გამდგარი და ერთი დღე ვერ დაამარცხეს აი ამ მტერს და ჭირდება ხანგრძლივი დრო. ღმერთმა გააჩერა მზე და შეჩერდა, ასე რომ თქვა, მზეც და მტვარეც ერთ ადგილზე გაჩერდნენ. ეს იყო ლოცვის ძალიან ძლიერი პასუხი. არის მომენტი, როცა ესაიას თხოვს ღმერთს და მზე უკან იწყებს სვლას, ისე რომ 10 საფეხურით უკან მიდის ჭრილი. ლოცვა აუცილებლად უნდა იყოს დაპასუხარი. ლოცვა, ანუ ღმერთთან მიტანელი სათხოვარი, აუცილებლად უნდა იყოს ღმერთის ნებაში. ძალიან ხშირად ადამიანები სვამენ კითხვას, ჩვენ ლოცულობთ, მაგრამ პასუხი არ არის. თუ ლოცულობ იმას, რაც ღმერთის ნებაში არის, ამაზე აუცილებლად იქნება პასუხი. ღმერთისგან მოვა აუცილებლად პასუხი, თუ იმაზე ლოცულობ, რაც ღმერთის ნებაში არის. თუ არ არის ღმერთის ნებაში, არ არის ღმერთის სიტყვაში და ეწინააღმდეგება ღმერთის სიტყვას, რაც შენი სათხოვარი არის და რაც ღმერთის წინაშე მიტანილი არის, ეს შეიძლება არ იყოს დაპასუხარი. ამიტომ როცა ჩვენ ურთიერთობთ ღმერთთან, არ უნდა იყოს ლოცვის დროსაც კი მხოლოდ და მხოლოდ მონოლოგი, ანუ ერთი ლაპარაკობდეს მხოლოდ და მხოლოდ. არამედ უნდა იყოს დიალოგი, რომ ღმერთისგან პასუხი მოდიოდეს, შენ ღებულობდე ღმერთისგან პასუხს, შენ ელაპარაკები ღმერთს და ღმერთიც გელაპარაკება ასევე შენ. ანუ ღმერთისგან ღებულობ პასუხს და ეს არის ურთიერთობა ღმერთთან. როგორც თქვი, ღმერთთან საუბარი არის ლოცვა და მასთან ურთიერთობა. ამიტომ როცა ჩვენ ლოცულობთ, აუცილებლად უნდა მოვიდეს პასუხები და ეს აუცილებლად უნდა იყოს ღმერთის ნებაში. ამიტომ გაკურთხებთ იესოს სახელით, რომ ჩვენი სათხოვარი და ურთიერთობა ღმერთთან იყოს წმინდა წერილის საფუძველზე და მოვისმინოთ მისგან პასუხები, რომ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში რეალური ცვლილებები იესოს სახელით. ამენ.